ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის საძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ყოველთვის გამორჩეულად მიხარია ამ უნიჭიერესი და უსაყვარლესი დუეტის სტუმრობა ჩვენ შოუში. გთხოვთ შეეგებოთ ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. დავზადი გენაცვალე. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. როგორ ხარ, ჩემო? ჯულიანა და ოთო. მადლობა, თქვენ როგორ გიკითხეთ? კარგად. ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია და სუგვიხარია თქვენს გადაცემაში სტუმრობა. გენაცვალეთ. მე თავიდანვე მინდა დავიწყო თქვენი წარმატება არ გაკლიათ, სადაც თქვენ გამოდიხართ ყველგან ასეა და გადაჭარბების გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო წარმატება მინდა ვახსენო, რომელიც თქვენთან ერთად უკავშირდება თქვენს მოსწავლეებს. იმიტომ რომ ბარსელონადან დაგვიბრუნდით თქვენ დიდი წარმატები და აი ეს მინდა უთხრათ ჩვენი შოუს მაყურებელს. ნამდვილად ეგრე იყო, ჩვენ ვიყავით ბარსელონაში საერთაშორისო შეჯიბრზე, წავიყვანეთ ჩვენი სტუდიის მოცეკვავეები და მათ აიღეს როგორც პირველი, ასევე მეორე, ასევე მესამე ადგილები, ბევრი საპრიზო ადგილით დავბრუნდით და ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო ასპარეზზე არამსუ კონკურენტუნარიანები, არამედ უკვე ტურნირებსაც კი ვიგებთ და ჩემპიონები. ბატონო, თქვენ თავს მოუგეთ და თქვენ თავს დაიგრებოდით მარტო. გილოცავთ. ოთო, შენი ვიდეო ვნახე, რომელიც ამას წინათ გავრცელდა სოციალურ ქსელში. თუ არ ვცდები, დუბაიში იყო გადაღებული, სადაც ერთად იყავი და შენ გადმოხდი პარაშუტით, ხო? ნამდვილად. სირა მინდოდა მეთქვა, ამაზე შენ მომიყევი, მაგრამ შენ რო ააგდებ ხოლმე ჰაერში ჯულიანას გაუგე ახლა ბოლომდე როგორ მდგომარეობაშია. იგივე დღეში რო ეგან ვიცადე ახლა ეს. საოცარი იყო ნამდვილად, ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემ დაბადების დღეზე ვიყავით მე და ჯულიანა წასული, იქ აღვნიშნეთ, იქ შევხვდით და რაღაცნაირად ბავშვობიდან სულ მინდოდა ვერტფრენიდან გადმოხტომა და ჩემს თავს საჩუქარი გაუკეთე და გადმოხტი. გამართლა კაი ყოფილა? რაცამსაც დავეშვი მიწაზე ეგრევე კიდე მინდოდა რომ მეორეჯერ გადმოხტარიყავი და აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმეორე. ძალიანაც კარგია. ვიცი რომ თქვენ ექსტრემის მოყვარული ხალხი ხართ და ისე არ გისდიათ, იქვე იყავი დუბაიში და რომელიც სათამჯენის სახურაბზე გეცეკვათ რაღაცა ეგეთი მსგავსი. ხათაშორის ეგ დუბაიში არა, მაგრამ ნიუ-იორკში ვცადეთ, იქ უფრო მაღალი შენობებია და უფრო დიდი მე მგონი ხა მომივიდა თავში, თქვენ უკვე განგიხორციელებიათ. კი, ნიუ-იორკში ვიყავით, სადღაც 1 წლის უკან და იქ არამს თუ ვიცეკვეთ, გადმოვეკიდეთ 107 სართულზე და იქიდანაც ხედით დავტკით. მოკლედ ექსტრემთან ასოცირდება ყველაფერს ვაკეთებ სიამოვნებით. ხე ჯულიანას რა მინდა იცი ვკითხო და უთხრა მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა გადაჭარბების გარეშე და ძალიან მოგვიწონა მაყურებელმა ოთოს ვოკალური დებიუტი იუმორინას წინა წლის კონცერტზე. და მე მგონი ჯულიანა შენც უნდა სადო ეს ამბავი და მაგაზე უნდა ვიმუშაოთ, რატო იცი? როდის მომივიდა იცი ეგ თავში? ვიდეო ვნახე, სადაც შენ გულშემატკივრობდი, შენ და ოთო ერთად უცხერდით, ილია თოფურიამ რომ მოიგო. ისეთი მძლავრი სოპრანოთი შეკივლე რომ მივხვდი რომ ვოკალური მონაცემები აქაც არის. მე შემიძლია ძალიან კარგად გულშემატკივრო. როგორც მაშინ გულშემატკივრობდი ილია თოფურიას კავრის დაცვაზე იქ. ასევე გულშემატკივრობდი როცა ოთო მღერო და ო, ოთოს ახლა არანაკლები გამოწვევა ექნება და ბანე ვისაუბროთ. ახლაც გულშემატკივრებ. ახალ პროექტზე იუმორინასი, იუმორინა 2025 საიუბილეო, სადაც ერთად გამოვდივარ და ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე, ჯერ მოდი ამაზე თქვით ამ მზადებაზე. პირველეს ყოვლისა, სანამ აქ მზადების პროცესზე გადავალ, არ შემიძლია არ აღვნიშნო და ამას არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან და თქვენ შესანიშნავ გუნდთან ერთად სცენაზე ერთად ყოფნა და დგომა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, თუ შარშანდელ გამოხმაურებას მივაქცევთ ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემი და ჯულიანას თქვენს სცენაზე გამოჩენა. ჩემგანაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივია ნამდვილად
თქვენთან ერთად, როცა რაღაც საქმეს ეკიდებით და მადლობა ამისთვის თქვენ. თქვენ მადლობა ძალიან დიდი, რომ მართლაც ამშვენებთ აი ჩვენს დიდ გუნდს და მაყურებელი დარწმუნებული ვარ, რომ დაელოდება დიდი ინტერესით, მით უმეტეს ბევრ სიახლეს ვამზადებთ და მუშაობთ. მრავალსაათიანი ყოველდღიური რეპეტიცია გვაქვს, რომელიც ცალკე სიამოვნება და ცალკე სასაუბროა და რადგან ვახსენეთ იუმორინა, მოდი მოვიწვევ მაყურებელს თქვენთან ერთად. ვირფასო მეგობრებო, 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო კონცერტები იუმორინა 2025 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. გელით ყველას. ჩვენი გადაცემა ხალისიანად რომ გავაგრძელოთ, ქუთაისიდან საგანგებოდ მოვიპატიჟეთ ბატონი დავით ლიგლიკაძე. დალავი ბატონო დავით. როგორ ბრძანდები ბატონო დავით? კარგად ვარ. მადლობა ჩამობრძანებისთვის და ესე იგი, კარგად ვარო ბრძანეთ და ესე იგი, მართალი ყოფილა ის ქალბატონი, ხო? თქვენზე რომ ამბობდა, კარგად არის. ბატონი ლიგლიკაძეო და როგორ იყო ეგ ამბავი გაიხსენეთ? არა, სრულიად შემთხვევით ინტერვიუს იძლეოდა ქალბატონი დასაქმების საკითხებზე და მე ხო როგორც მე ვნახე, რომ ეკითხება ის ჟურნალისტი დასაქმებაზე, რომ სად არისო სამსახურებიო და ამ დროს გავიარე შემთხვევით და ლიგლიკაძე კარგად დააგერო და არაფრის მიმაყოლა ინტერვიუში. ჟურნალისტმა მერე შეხედა, რომ მე დამინახა და იმითო თქვა, ჯერ ვერ გაიგო. რა შუაში იყო ლიგლიკაძე იმ ინტერვიუში და არა, მართლაც ძნელია შეედავა ქალბატონს, ვიდრე თქვენ Facebook-ს რო ჩაყვება კაცი და ერთი ჩასრულოა საკმარისი, რომ ხან დუბაიში ბრძანდებით, ხან ინტერვიუს აძლევთ, ხან რაღაც რეკლამას უკეთებთ, რომელიღაცა პროდუქციას და პლუს არის გრიმს იკეთებთ თეატრალური გამოსვლისთვის ემზადები და აი თეატრზე მინდა კითხოთ რა ხდება თქვენკენ და თეატრალურ ისტორიებზეც მინდა რომ გადავიდეთ. კი ბატონო, ისე როგორც ტურიზმში და ჟურნალისტიკაში თეატრი ჩემთვის ერთ-ერთი ძირითადი პროფესიაა, ბავშვობიდან თეატრში ვარ, თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და ეხლა ხან გამიმართლა, ნამდვილად გამიმართლა გოჩა კაპანაძის სპექტაკლში იავნანამ რა ქნა დაიდგა ქუთაისში. მივიღე ერთ-ერთი მთავარი როლი, ლეკის როლი, კეთოს გამტაცებლის, საკმაოდ კარგი სპექტაკლია. გმირი კი არის უარყოფითი, მაგრამ თქვენ ნახოთ ყველა ბავშვი რო იღებს ფოტოს ჩემთან სპექტაკლის შემდეგ არის ერთი ამბავი. საყვარელი გლახა გმირი ხარ. ხო, კი, აი მე მგონი ვერიკო ჯაფარიძე არ ყავდათ ისეთ დღეში, ასე რომ ამიტატებენ ბავშვები. არის ერთი ამბავი. თეატრში დიდი ხანია ვარ, სანამ მსახიობი გავხდებოდი მანამდეც, სულ თეატრით ცხოვრობდი. ერთი ისტორია, მინდა ძალიან კაი ისტორია მოვყვე, რომელიც არსად არ მომიყოლე და სულ მინდოდა ეს მიზეზი ყოფილიყო თეატრზე. ეკითხავ იმეს. მაშინ აბიტურიენტიც არ ვიყავით, სკოლის მოსწავლეები ვიყავით, იდგმებოდა ქუთაისში 90-იან წლებში ესეთი სპექტაკლი იქმენი საქართველო, რომელიც ქეთევან წამებული, იგივე ქეთევან წამებულის მიხედვით საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი იყო. ეპოქა ეხა მთლიანად მაშინდელი, მთელი მე-17 საუკუნეა სცენაზე და სანთლები, რომელთაც შემოვდიოდით, ჩვენი ბავშვები ვიყავით, ლათინიელ ბერებს მოვყვებოდით, თქოს გადაგვარჩინეს, რაღაც გატაცებას და რაღაცა ეკლესიაში შეგვაფარეს და ერთი გავივლით ხოლმე და ბედნიერი ვიყავით ძალიან, რა თქმა უნდა ამით და ძალიან კარგად მახსოვს, მსახიობი ზაზა კილასონია და მსახიობი დავით როინიშვილი, რომელიც ჩვენი თეატრის კარგი და წამყვანი მსახიობები არიან. პიეტროს თამაშობდა ზაზა კილასონია და შემოდიოდა სანთლებით. ბევრი სანთელი შემოქონდა, უნდა დაერიგებინა შემდეგ. ოღონდ თეატრში მე მგონი დღესაც ასია, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ცეცხლის ანთება არ შეიძლება, მაშინ ძალიან მკაცრად იყო ჩვენ თეატრში, მესხიშვილის თეატრში ეს და ისა ელექტროსანთლები იყო, ქვემოთ ჰქონდათ რაღაცა. ხო, ღილაკი ჰქონდა, მიაჭედა და აინთებოდა და შემოვიდა და რაღაცა დენმა დაარტყა თუ რაღაცა და ამ სანთლებს შემოვიდა უცებ გადავარდა პარტერში. ჩაიხლიცა რასაც ქვია, თავის დეკორაციებია ყველაფრია და გადაფრინდა და ეხლა სპექტაკლი ხო არ ჩაიშლება, კაცო, ამ ხელა სპექტაკლი მიდის, ტრაგედია, ქეთევან წამებული რაღაცა. ისტორიული თან და როინიშვილი ეუბნება პიეტრო ერქვა მის გმირს და რა დაგემართა პიეტრო, იმიტომ რომ ვერ გაიგო რა. და იმან ამოყო თავი პარიზში, დენმა დამარტყა. თეატრალურად. ეპოქალურად ისე შეეწყა დენის დარტყმა. ამ საქმეების ფონზე ეხლა ოჯახურ საქმეებს როგორ აუდიხარ ბატონ დავით? არა, ვცდილობ კარგი მამა ვიყო,
ვეღარ მოვა ფასეხმა მაგრამ კარგი მამა ვარ თქვა იმიტომ რომ მე ჩემი მეუღლე მეჩხუბება რაღაც გადაცემებში თუ კარგი მამა რაღაც აკეთიკეთ ხო მე შევხვედრია ხშირად ხო მაგრამ ეხლა მეჩხუბება რომ ეხლა სუწასული ვარ მარტო წელს 26 ჯერ გავედი ქვეყნიდან ეხლა ხო წარმოგიდგენიათ რომ სახში არა ვარ პრაქტიკულად და ჩემი მეუღლე სულ მეჩხუბება რომ შენ არა ხა ამას არ თქვი კარგი მამობა ეხლა მარტო რაღაცა გასაგებია რომ მუშაობ ფული შემოგაგ რაღაცა უზრუნველყოფილი ხარ ელემენტარულით ასე თუ ისე არ ნიშნავს კარგ მამობას და სადღაც ვეთანხმები ყველაფერს უნდა ჩაერთო ხო მithens ახლა ბავშვი სკოლის მოსწავლე გახდა და რომ ჩამოვედი მითხრა რომ ძალიან დაღლილი კი ვიყავი ღამენათები ნაფრენი რაღაცა რომ გამოიყვანეო სკოლიდან რომ ბავშვი გაუხარდება შენ რო დახვდებიო ამაზე კაი სოფეს ვერ გააკეთებო ვიდრე რაღაცი ჩამოტანაო და იმ ჩამოტანეზეც არ გიждდებიან დიდას რაღაცა ბოლოს ბავშვმა მითხრა ეპაჭაბუჭე მეორეს აღარ ჩამოიტანე სადისავლე ეს ქუთაისულის ასე ხო და ისა დავხვდი ეხა ბავშვს და მოვიყვანე სახლში და მეუღლე მეუბნება რომ ეს რა არისო რა არის მე ვთქვა შეგეშალაო რა შემეშალა მე ვთქვა წადი სკოლაში და დააბრუნე ახლავეო ვიმე გადავირიე ბავშვი ველაპარაკები გზაში ბავშვი თავისთავად შევხედე ჩემი შვილი ვინ დააბრუნო მე ვთქვა ვინ დააბრუნდა ქურთუკი დააბრუნეს ხუსი ქურთუკი აცია შემეჭინა მეთქი ისე გავუცხოვდი ოჯახში მე სხვაბავს ვარ წამოვიყვანეთ უნდა გენახა რასაც ცოდავად შევხედე ბავშვო ნამდვილად ჩემი შვილია ეხლა ამდენი გაფრენა გამოფრენა ჟურნალისტური საქმიანობა 1000 სხვა როგორ აუდიხარ და ყველაფერს და როგორ აბამს თავს აი სხვათა შორის ხშირად მიფიქრია რომ ვასწრებ ყველაფერს ვასწრებ და ხანდახან მეუბნები რომ არიღლებიო მისა საქმე რომელიც მიყვარს არ მღლის ის საქმე რაღაცნაირად მე ვიღლები როცა ამ საქმეს არ ვაკეთებ მაშინ ხო და ყველაფერ მაგათაც ხალხია ვერ აკეთებს ვერ მოთხოვ ყველას რომ ეხა დილას ჩამოფრინდე ღამენათები მერე წახვიდე ჭიათურაში ლექცია ჩაატარო ჭიათურიდან ჩამოხვიდე ორი სპექტაკლი ითამაშო მერე მეორე დღეს კიდე რაღაცა გაფრინდე ახლა ვერ მოთხოვ ზოგს ფიზიკურად ვერ გაუძლებს ხო და ახლა მაგათაც მეგობარი მყავს საღეჭი რეზინის გეჭო და სეირნობა არ შეუძლია ერთდროულად რომელიმე უნდა აკეთოს ხო და რა გავერა თქო გულვაში არა მოიცა საღეჭი რეზინას გეჭა მეუბნება ხო არ საღეჭი რეზინა უნდა გეჭოს და ისე ილოს ერთად არ შეუძლია ხო საშოში ძალიან ისეთი ძალიან ალალბოთეო რო იტყვია ქუთაისში ისეთი მეგობარი მყავს და გონია რომ არის ეშმაკი ხო ძალიან საყვარელია ხო და ესა ბაზარში ვეუნები რომ მეგამიშვით ვაჭრობა ჩემი თემა დამიკლებენ ვაჭრობა და ისო მე ვიციო მიხა და მივყევი ერთი მაინტერესებს შორიდან უყურებ და რაღი სურჩხელავი ეკითხება რაღაც საგებოდ მიდიოდი და სურჩხელა და 3 ლარი ვეუნება გლეხი ხო და მომისმინე ეხლაო სამცალს ავიღებო და 9 ლარად მომეციო დაფიქრა გლეხი დაფიქრა და შენ მარტო ხმოსულ თუ გახლია ვინო სამო ხო გიხარი არა ხარ გასაშვები რო ხარ შევაჭრა ისე შევაჭრა ისე თხოვა გლეხი დაფიქრა სადღაც როგორ სადღაც მათყუერს იფიქრა დაფიქრა ცოტა ხან არაძლევდა წყალარად სამცალს თქვენ ჩემო ბატონო ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ და დარწმუნებული ვარ ამაში ჩვენი შოუს მაყურებელი დაგვეთანხმება ჩვენი შოუს სტუმარი გახსნათ ბატონი დავით ლიგლიგაძე დიდი მადლობა მას ჩამოგზავნებისთვის ვაგრძელებთ ქუთაისის თემას ქუთაისური ჰანგებით ჩვენი შოუს სტუმარია ჩვენი კვარტეტი ქუთაისიდან მიდო მიყვარს ქუთაისი და თბილისის ქუჩა იმიტომ რომ იქ ცხოვრობს ჩემი თმა ხუჭუჭა იმიტომ რომ იქ ცხოვრობს ჩემი თმა ხუჭუჭა აღარ მიყვარს ქუთაისი არც თბილისის ქუჩა იმიტომ რომ გამითხოვდა ჩემი თმა ხუჭუჭა იმიტომ რომ გამითხოვდა ჩემი თმა ხუჭუჭა
გარისევს სალერსოდ მიწევს იამინდა გადაიღო თობა ნედავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმწეს რანაირი გაზაფხული მოვა ნედავ ჩვენ რომ არ ვიქნებით იმწეს რანაირი გაზაფხული მოვა დელია დელია დელი დელია 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 დელი დელი დელია აქ ზამთარი გაზაფხულს გავს ხან ზაფხულში ზამთარია გეგლუს ქალი სადარია შვენიერო ქუთაისო სავარდო და სამაისო შვენიერო ქუთაისო სავარდო და სამაისო დიდი მადლობა ბიჭებო ჩამობრძანებისთვის და დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა გია თქვენთან სტუმრობა. გვინდა კეთილი იყოს ჩვენი ფეხი ამ წელიწადში უკვე თქვენთან, ბევრი წარმატება, ბევრი კარგი სტუმარი და ბევრი მაყურებელი თქვენ. თქვენს ასევე სულ და გულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. რა მინდა იცით ხო, ჩემო ძვირფასო ადამიანო. ქუთაისზე გვაქვს ჩვენ საუბარი დღეს და ესეთი ქუთაისურ ატმოსფეროზე, ქუთაისურ მათ შორის იუმორზე და შენგან მაქვს მე მოსმენელი ერთი ისტორია. შენ მეგობარს რომ შეემთხვა ქუთაისში, ქვაბებს უკავშირდება ეს, ქვაბებს და ეს მინდა გთხოვო რომ ჩვენი შოუს მაყურებელს მოუთხოვო. სადგა გახსენა. ესე იგი, ხო, სახალისო ისტორია. მეგობარო, თქო, ასე გადავიდეთ რა. ჩემი ქუჩის გამოსასვლელში დამხვდა და აგერ გადამიყვანეო რა, წინ რაღაც ბაზრობაა და მეუღლემ დამაბარა ეს ქვაბების ნაკრები, ხო ეს დიდი მე რო ქრება ბოლოს ესე. ეგეთი ქვაბების ნაკრები არის, რა ეს უნდა ვიყიდო და მეთქი, კაი, გაგონ ცოტა მე ხო დროში შეზღუდული ვარ, მეთქი გადავიდეთ, ვიყიდოთ, გადმოვიდეთ, მე ჩემ საქმეზეც რა დავზიანდე მეთქი და კიო მალე შევალ. მივედით, მაგრამ იქ სულ არის პრობლემა, მანქანის დაყენების, ახლა ქუთაისელები დამეთანხმებიან, ერთ-ერთი ძალიან ცუდი დასაყენებელია და ნუ ავარიულები დაველოდე, მეთქი გადადი, იყიდე და აი 2 წუთში მოდი. ეხლა გავხედე და ხედავ მაღაზიაში, ჩანს ეს მაღაზია, ცოტა ვიწრო შესასვლელია და შევიდა შესასვლელში დადგა და რაღაცა საუბრობენ და აქედანაც ჩანს რომ უკვე რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, იქ რაღაცა ხდება და არა უკვე გავიდათ რომ მეც მაგვიანდება და თან თუ დავდგივარ, ვიცი რომ მოვაშება დამაჯარი მონდა. მეც კი გადავალ მივეხმარები რა ხდება რომ იქნება და დავაჩქარო პროცესს, შევესწარი ეგეთ საუბარსო. ესე ქვაბების ნაკრები მინდაო და საუბრობ გამძლე თუ არისო, გამძლეო, გამყიდვესებულებო და კიო, გამძლე როგორ კაიო, ისო და ხო არ აპარებსო. არა ვიჯო რა საპარებსო, ვიჯო რა ჩაჭაფა, ყველა რა საპარებს, ხო აპარებს იქ აღარ გავყიდი იმას. კაიო და ფერი რატო აქ ასეთიო? ვიჯო რა არ მოგწოს საერთოდ სხვა ფერი რო არისო, ქვაბები და კასვლები რო ფუშტება, მე ამ ფერზე დგებაო, ეს პირდაპირ ეს ფერიაო და რა არ მოგწოს რა გინდაო? ბოლო-ბოლო შეწუხდა ხა ყველა ხალხ დარი გიდადგათ ვიწრო შესასვლელი ხო არ გადავკეთეთ ელბაზარ ჩვენთან ხმამაღლას აუბრუნოთ ჩვენ ყველა ჩვენ მიყურეთ ზოგი ჩვენსკენაა ზოგი იმისკენაა და რაღაც ისეთი გაყოფილი 200 თავს გაყოფილი ელბაზარ ბიჭო მე თქვა გეხვეწებ გამოდი მეჩქარება ძალიან მეჩქარება კაცო და მე რა იყიდი ან მე წავალ აქტო არა შენ მორშიო პოლემიკას ამასთან ახლა ავიღებ ამას და გამოდივართ ბოლო-ბოლო და
ბიჭო მიბრუნდა მაინც და კიდე მეთქი რაღაცა სისულელე უნდა კითხოს მე დაძაბული ვარ ნერვიულობ ხალხის ნერვიულობს უკვე მართლა გვაინტერესებს რა მოხდება და გარანტია თუ აქვს იმას ეთყობა ახლა ბოლო წვეთი იყო და ამოვიდა კისერში და რა ვიცი მეგობარ ახლა ვიზუალურად არ დააზიანო და პროგრამულად თუ აურია მომიტანე უკან რა უნდა მოხდა ფაბერზე ანუ ხასი სკელი უნდა მომჭა თავი და ისური ვერ დაღდი მე ვიცი რომ თქვენ ერთი საინტერესო სიახლე გაქვთ და ისეთი განსხვავებული თქვენი საშემსრულებლო სტილისგან და უკავშირდება ეს ჩემს მშობლიურ ანსამბლს და ჩემს უსაყვარლეს ნათლიას ალექსანდრე ბასილაიას. აი ამ სიახლეზე ვთქვათ და შევთავაზოთ ეს მალევე ჩვენ შოუს მაყურებელს. აუცილებლად გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ბატონი ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებიდან ერთი სიმღერა აგვეღო და არაერთი განსაკუთრებული სიმღერა აქვს. თუმცა ერთ სიმღერაზე შევაჩერეთ ჩვენი არჩევანი ნატო მეტონიძე და დავით გომართელი მღერო და ყველასთვის ძალიან საყვარელი სიმღერა ჩვენი ახალი ვერსია გავაკეთეთ ხმებში და ვნახოთ აბა იმედია მოეწონება მაყურებელს. ბატონო მომბრძანდით სცენაზე. არაფერი არ მომხდარა შენი ნახვა მომინდა მარტობით დაიღალა გული მომეჩვენა თითქოს ისე მეძახოდი შორიდან მონატრება მოვიდა მეშინია მიმატოვებს გაზაფხულის ფერები იასამას დასველებს ვიმა შენს მაგივრად იმღერებენ სევდიანი ბგერები ვეღარ მოგეფერები ხოლო ჩემთვის მღეროდა ხოლო ჩემზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია სიყვარულის ბრალია ისე უცებ მიმატოვე არც არაფერს დამპირდი დავეძებდი შენ სევდიან თვალებს შენ ხარ ჩემი სიყვარულის უსასრულო ნაპირი ჩემი სულის აპრილი არასოდეს მიმატოვებს გაზაფხულის ფერები თუ დაბრუნდი გადაიღებს ვიმა როცა აღარ იმღერებენ სევდიანი ბგერები მოვალ მოგეფერები გული ხოლო ჩემთვის მღეროდა ხოლო ჩემზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები ოცნებები გველია ყველა ჩვენი შეხვედრა სიყვარულის ფერია მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია სიყვარულის ბრალია გული მხოლოდ ჩემთვის მღეროდა ხოლო ჩემზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია სიყვარულის ბრალია მენატრები ძალიან თქვენ წინაშე იყო ჩვენი კვარტეტი ქუთაისიდან დიდი მადლობა მათ საყვარელი ხალხი ანუკი ცხვიტინიძე და გელა დონაძე არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები. Okay.
დენაცვალე. შემოძმაო. როგორ ახარ ჩემო ძირფასო ხალხო? უღრმესი მადლობა. არაჩვეულებრივად ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ და გვიყვარხართ მაგრად და არის საოცარი შემოგევლედა. მადლობა. ჩვენ ხო გვიყვარხართ და ასავარია უყვარხართ მართლა მთელ საქართველოს და ქართველებს არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთშიც. ბევრი მღერის ოჯახურად ღევანდელ დღეს, მაგრამ თქვენ ახაზე ისე ხართ შეხმატყილებული, ისე ხმებიდან დაწყებული თქვენი ურთიერთობა ეს ჩანს და იმდენად მართალი ისეთ ლამაზია, რომ ეს ასხივებთ ამ სითბოს და ამ სიკეთეს. ეს ყველაფერი თქვენ ბავშვებსაც ეხება და მოკლედ მთელი ოჯახი ხართ ამ ხრივ გამორჩეული, ნიჭით და სითბოთი და მე ისე რას ვფიქრობდი, ხო იცი, წყვილებს რო ეკითხებიან ხოლმე, ცოლ-ქმარს რომ მზად ხართ ერთად იყოთ ჭირში და ლხინში და მე თქვენ შემთხვევაში დავამატებდი, მზად ხართ ერთად იყოთ ლხინში, ჭირში, გასტროლებზე და სცენაზე. მზად ვარ. მზად ვარ და მზად. და ხშირად დადიხართ გასტროლებზე და ეს მართლა ზორმაგაც ასიხარულო, რატო? იმიტომ რომ უყვართ თქვენი შემოქმედება და სხვადასხვა ქვეყანაში გიწევთ ჩასვლა. მოკლედ ვინმე რო კითხავთ, როგორ ხართ, რავი ვართ რა, სახლი თვითმფრინავი სახლი და ეს რეჟიმი გაგდააკლებით, ხო? დამატებული ბასიანის გასტროლების ხომ აქვს და ნუ ეკიდე სახლი თვითმფრინავ. ამერიკაში ყოდათ ძალიან ისეთ კარგი გამოსვლა იქაუჩეს თანამემამულეებთან და მინდა ეს გაიხსენოთ ამერიკის პერიპეტიები. ძალიან კარგი იყო ნამდვილად. თავარი ჩვენთვის რაც იყო გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი კოლექტივი ვიყავით ერთად წასული, იყო რა თქმა უნდა შეხვედრა ჩვენს ემიგრანტებთან, იმ ადამიანებთან, თანამემამულეებთან, რომლებიც ანთებული თვალებით გველოდებოდნენ. იმხელა სითბო, იმხელა სიყვარული ისეთი რაღაცა სიხარული გაცვლა იყო, რომ ეს იყო თავარი საქმე, რისთვისაც ჩვენ მოვხვდით იქ. კი, ნამდვილად და ყველაზე მთავარი ის არის, რომ რასაც მღეროდით, ყველაფერს ჩვენთან ერთად მღეროდნენ. ნანახი მაგ ეს კადრები და ჩვენ სიხარულის ცნებლებით ვიყავით და რა თქმა უნდა ისენიც და ის მონატრება და ჩვენი საქართველოს ჩაუტანეთ და იმათმა კიდე ჩვენი საქართველოს დაგვახვედრეს და მოვიკითხოთ თითოეული მათგანი აქედან დიდი სიყვარული. მოვიკითხოთ და ველოდებით აქეთ საქართველოს. ველოდებით დიდი სიყვარული. შენის მითხარი მოლში რო იყავი ამერიკაში. ეგამავი როგორ იყო? ეს პრაქტიკა გვაქვს ჩვენ ბასიანთან მიმართებაში მაგ ისტორიასაც მოვყვები. მოკლედ მე და ანუკა შევედით დიდ მოლში, სადაც მობილური ტელეფონი დამიჯდა და დავიკარგეთ. ეხლა ქალების განყოფილებაში ანუკი ტრიალებს მამაკაცების განყოფილებაში მე ვიყავი და ისე მოხდა რომ ვეღარ ურეკავ და ღმერთს ვერავის ვერ ვეუბნები რომ მოდი დამარეკინეთ, ქართულ ნომერზე უნდა გადავვრეკნო რაღაცა ხო არის ესა. ну რა თქმა უნდა ეხლა დავიცავი წესრიგი როგორც არის და მივედი reception ეგრეთ წოდებული security რაღაც და სამსახური სადაც მიკროფონი დასხატებენ სად ბავშვი დაიკარგა რა ხდება როგორ არის და ამ განსასწრების ჯამს იუმორიც მომეძალა და მეუბნები რომ ანამ გაკარგა შვილი გელა გამოაცხადეთ დედამ ანუ ცოტათ გავამძაფრეთ და თუ შეიძლება ცენტრალურ გასასვლელთან რაღაცას ვეუბნები კონკრეტულ ბრენდს ამ მაღაზიასთან მობრძანდით თუ შეიძლება ანუკის რეაქცია. დავდივარ ეხლა აქ და უცებ მესმის რომ აცხადება რომ გელამ დაკარგა. დედა. ანა. მივხვდი რომ გელა. და ანუკი მოდის და ეხლა ეს ხალხი ემოციური მომენტია. დედამ შვილი დაკარგა და ხომ უნდა შეხვედრას. უკვე მობილურებია მომზადებული და როგორ ხდება და რა ამხელა საქმე გავაკეთე და მე მოვდივარ. მოგესწრო ბიჭი ხო ამას ქვია. მოწევი და მამი დედა თუ შე რაღაცა გაუკეთე მახსოვს ელიბოს დაუკეთე მოკლედ პასიანში იგივე ხო სან-ფრანცისკოში დიდ მეისისში ვარ შესული დიდი მოლია და რაღაცა ზომა ფეხსაც მოსეზერს და მე მაქვს ესეთი თვისება რომ აი ანუკი მაციცის რა ანუ ჩემთვის არ შევდივარ ფაქტიურად დავრბივარ ვინმეს რაღაცა უნდა ვერ მოვისვენებ თუ იმას ვერ მოვაძებნინებ და ნუ რაღაცა ზომა არის რომელიც უნდა რომ ეს ფეხსაცმელი ვიშოვოთ და დავუტრია და არა გვაქვს ერთმა კონსულტანტმა უთხრა და მაინც ცოტა სხვა მასე ვიკითხე პლატფორმაზე და მოვატანინე ეს ფეხსაცმელი და ნუ ეხა ელიბოს ვეღარ პოულობ. ელიბოს ვეღარ პოულობ და რა უნდა ვქნა და მივედი ეს პრაქტიკა გვაქვს თქო და მიკროფონი და იქ უკვე არ იყო ესეთი სიტუაცია და საერთოდ არ შეიძლება შენ ვაცხადებ. ხო. და ავიღე და ეს მიკროფონი ავიღე და ელიბო დაყარე რაც გაქვს ხელში ვიპოვე ის ფეხსაცმელი მე მაგ და მოდი ელიც მარის რეაქცია
დაყარე ხო იცი დაყარე ყველა ეძებ დაყარე ყველაფერი მე მაქვს მოდი ავარჩიე ყველა გელას რო უსმენდი იცი რა ვიფიქრე გელა არის რაჭველი ანუ შეხარ გურული კი ბატონო და თქვენთან როგორ არის ეს ტრადიციული გააზრება გურულ რაჭველი ტემპერამენტისა აბსოლუტურად გაცვლილი მე ვარ დინჯი გურული და გელა არის საოცრად ენერგიული რაჭველი ანუ გურული და რაჭვა გავცვალეთ ხო რაღაცა ეთყობა რომ დავიძინე და გავიღვიძეთ ხო რაღაც გაიცვა კარგია რომ ხოლმე ტემპერამენტი იცი სამაგიერო ისეთი შესანიშნავი შვილები ყავდა ეს ორივე მხრიდან მართლაც აი საუკეთესო თვისებები თითქოს შეისრუტესო და მითხარით თქვენს ნიჭიერ ბავშვებზე კი გვიხარია მე პირადად ძალიან მიხარია რომ დიდი ინტერესი და სიყვარული აქვს მუსიკისადმი მარიამს უფრო სიმღერა და ვოკალი აინტერესებს და იკა უკრავს კლასიკურ მუსიკას და ზუსტად ამერიკაში ყოფნის დროს როცა ჩვენ მის გვერდით არ ვიყავით დაუკრა კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახაცაბაძის კონცერტი მნიშვნელოვანი საერთო ამბავია ორკესტრთან ერთად მესამე კლასში ჩვენ ესე ლაივ ქონდა მეტი საშუალება არ იყო ლაივით ვაყურებდნენ ვაჩვენებდნენ და ესეთი ცრემლიანი თვალებით გვერდიდან კიდე გვიღებდნენ ჩვენ როგორ უყურებთ და თელი ცხარეცრემლით სიხარულის სრულებით ვისებოდით და მართლა გვასახელა იკა წარმატებები თქვენს ნიჭიერ შვილებს და ყველა პატარას ჩვენს ქვეყანაში და მთელ სოფლიოში ეხლა დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ჩვენ შოუში ამ სიმღერას ხშირად ვღერით, იმიტომ რომ გამორჩეულად საყვარელია ჩვენი ოქროს ნათია ზენკლიშვილის სიმღერა. გამოდი გარეთ. ობრძანდი შეუბადონო სცენაზე. სახარ ახლა ჩემგან ნედავსა და ხარ შენი ლანდია მედევნა დარაჩი ჩემთანა უშენობას ვეღარიდებს ჩემი გული შენზე უმღერი მონადრებით და ჩაგრული მოდი მოდი გიშლი ხელებს გულის სევდით ამებსო მონედავრა გათენებს ამუძირო გამოდი გარეთ გთხოვ უკარება ნუ
დიდი მადლობა ანუკის და გელას. დღესთანი გემშვიდობებით უფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესო გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.